მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მოდით ვნახოთ ჩვენ ესეთი გაშლა. თქვენი ურთიერთობის პერსპექტივა ვნახოთ ამ წლის ბოლომდე. ვნახოთ ეხლა რა ხდება და აი ეს წელი, რომელიც ეხლა მთავრდება, რითი, ანუ თქვენ პირად ცხოვრებაში რა იქნება. აი ეს ვნახოთ რა, როგორ დამთავრდება ეს წელი თქვენთვის. ვინც შემდეგში ნახავს თქვათ ვიდეოს, აი იღე დაახლოებით 1-2 კვირა. ჩვენ კეთილი კვირა დაგვჭირდა, პერიოდი მაინც აიღეთ ეგრე რა. თუ გინდათ თქვენს აიღეთ, ვინც ახლა უყურებს პერსპექტივას სადღაც 1 თვე. როგორც გინდათ. მაგრამ აი ძირითადად ახლა უფრო ვნახავ ეხლა რა ხდება და ანუ ამ წლის ბოლომდე რა პერსპექტივა აქვს ამ ურთიერთობას. ვნახოთ ეგრეთ. მე უკვე ახალი წელიც მოვა და ვნახოთ უკვე მომავალი წლის პერსპექტივა. ვნახოთ როგორ ახლა წავა გაშლა, იმის და მიხედვით კიდე შევხედოთ სიტუაციას, ხო? ეხლა რა ხდება თქვენს ურთიერთობაში, მოდით ვნახოთ. აი ესე მინი ანალიზი გავაკეთოთ, თან სიგნიფიკაციაც იქნება და მე ბოდიშს გიხდით, ცოტა რაღაც მომერია, რაღაც ვირუსმა ვერ გამოვდივარ ჯერ ხშირად და ეხლაც ვეცდები უბრალოდ გოგოებიც მწერენ და მეთქი ერთი გაშლა მაინც გავაკეთო. თორე ცოტა შეუძლოთ ვარ და ამიტომ. Так, თქვენ შორის ეხლა რა ხდება და მე როგორ ვნახოთ პერსპექტივასაც. რა ხდება, სიყვარული არის აქ? პრინციპში რა მაჩვენებია, რომ სიყვარული. Так, გოგო, რა ენერგიაში? აქ ნახეთ გოგო როგორ ენერგიაში არის, პრინციპში რაღაცა აქ არის ვარსკვლავი. აქ არის ესეთი ენერგია, რომ მართლა არ გამოვრიცხავ, საჯარო გაშლა გვაქვს, შეიძლება მანძილზეც ხართ, შეიძლება რაღაცა თქვენში მიდის რაღაც, თქვა, აქ ესეთი ადამიანი, რო დაუშვათ, ავიღოთ საერთოდ როგორი ხართ ამ ურთიერთობაში, რომ ჩვენ ყოველთვის უყურებთ აი ამ ურთიერთობაში როგორი ხართ, მაგრამ შეიძლება ხა როცა მაღალი არკანია, უფრო ცოტა მეც აჩვენებს კიდევაც, რომ აქ ადამიანი არის მართლა ძალიან შეიძლება იყოს ლამაზი, ნიჭიერი გოგო, ჩანხართ, შეიძლება თქვა ცნობილი პიროვნებაც ხართ, არ გამოვრიცხავ, ხო? აი ამ ურთიერთობაში თქვენ ალბათ, ვნახოთ ახლა ჩვენი პერსონაჟიც, ახლა თქვენი პარტნიორიც როგორია, მაგრამ აქ თქვენ ხართ რაღაც ისეთი აი მკურნალი რაღაც, მინდა ვთქვა, რომ თქვენ მკურნავთ ამ ურთიერთობას, იმიტომ რომ ჩვენ ამ ურთიერთობაში როგორი ხართ რა, პლუს კიდე აქ როგორი თემა არის ეს ვარსკვლავი, ეს არის როცა დიდი ხანია რაღაცას ვაკეთებ რა, დიდი ხანი ერთი და იგივე რა, იმიტომ რომ ხანძლივი თქვათ, ახლა შევა მოთმინებაც, რატომღაც მოდის ჩემთან ეგ სიტყვა მოთმინება რა. სიტუაციები, რომელიც შეიძლება იცავება, თქვენ მაგას კურნავთ. აი, თქვენი ენერგია რაღაცნაირად აქ ჭარბობს რა. ნახოთ თქვენი ახლა, რა თქმა უნდა. ხო გითხარით. აქ ახლა მე არ გამვნო, აი აგერ არის სიტუაცია, ნახეთ როგორი მომენტია. თქვენ კურნავთ, თუ რამე იცავება, თქვენ კურნავთ ამ სიტუაციას. თქვენ ბევრ რაღაცებს არეუბნებით სხვათა შორის და იმიტომ რომ აქ ფიქრებზე მაინც თქვენ თუ მანძილზე ხართ, მაინც ამ ადამიანს ელოდებით, მაინც გინდათ რომ აი მაგისი სიყვარული გწყურიათ. ყველაფრის მიუხედავად, რაც არ უნდა იყოს, თქვენ ბევრ რაღაცებს არ ეუბნებით. იმიტომ რომ ქვეცნობიერში როგორ ხართ? იცით, სხვათა შორის აქ შემიძლია გითხრათ, რომ ეს ადამიანი, აი თქვენი პარტნიორი თქვენზე ძალიან მოქმედებს, იმენად თქვენს განვითარებაში.
ნუ ეს პრინციპში ახლა ვინც უყურებს ჩემს გაშლებს თქვენთვის ეს არ არის ახალი ამბავი, რომ პარტნიორი მოდის ჩვენ ცხოვრებაში იმისთვის, რომ ჩვენ დაგვეხმაროს ჩვენს განვითარებაში რა, თავისი ქცევებით, თავისი ქმედებებით, თავისი ყველაფრით, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი განვითარება ჩვენი წინსვლა იყოს რა, რა თქმა უნდა, ეს არის მტკივნეული მომენტი ზოგჯერ, მაგრამ ადამიანი ხო იცით ახლა მასე ვარ ჩვენ განწყობილი, სანამ რაღაცა ძალიან არ შეგვაწუხებს, ჩვენ მაგის მკურნალობას არც ვაპირებთ, ხო? ამიტომ ეს სიტუაციაც ასე არის, როცა ჩვენ გვჭირდება რაღაცის გახსნა უნდა მოხდეს ჩვენში, ჩვენ გვეხმარება პარტნიორი რითი თავისი უსაქცეულობით, როგორც ჩვენ ვთვლით სინამდვილეში, ეს არის აი ზუსტად ის ბიძგი, რომელიც ჩვენ გვჭირდება. და ამიტომ არის, რომ ახლა პრინციპში თქვენ ნახეთ როგორ ხართ, რომ ახლა აქ მე ვიკითხები, აი თქვენ როგორ გინდათ, რომ იყოს ეს ურთიერთობა და თქვენ ყველაფრის მიუხედავად მაინც გინდათ, რომ ეს თქვენი ასეთი ხასიათი ბიჭი მაინც იყოს თქვენთან, იმიტომ რომ გრძნობა გაქვთ, მაგრამ გეუბნებით, აქ ვეცნობიერად თქვენ გრძნობთ, რომ ეს ადამიანი მე მჭირდება იმისთვის, რომ მქონდეს რაღაცა აი არეობნებით ყოველ შემთხვევაში ამას ბევრ ამას არეობნებ, ინახავთ გულში, რომ გრძნობაზე, ანუ ნახეთ, აქ როგორი შეგრძნება მაქვს, იცით, რომ თითქოს ადამიანი ამ ურთიერთობიდან იღებს იმას, რაც თვითონ მას ჭირდება. ანუ აქ არ იქნება ისეთი პიროვნება, რომელიც უყურებს ამ ურთიერთობას, აი როგორც უყურებენ, ვაიმე ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ, ვაიმე ეს საძაგელი, ეს ვარგისი, არა. აქ თითქოს ანუ მაღალი არკანები და ძალიან საკმაოდ არკანები არის, რომ აქ ადამიანი უკვე სხვაგვარად უყურებს ურთიერთობას, გაიგეთ, გრძნობს უკვე, ანუ რომ ეს ურთიერთობა რაღაცნაირად არ არის ჩვეულებრივი, რაღაცას ვიღებ, რაღაცისთვის მჭირდება. გაიგეთ, აი რაღაცას მესაჭიროება ეს ურთიერთობა. გაიგეთ, იმიტომ რომ ყველაფრის მიუხედავად მე ვიღებ იმას, რაც მე მჭირდება. და აქ არ არის ახლა რა თქმა უნდა ისეთი ის არ არის, რომ არა მე ახლა ისე ვიყენებ, არა, უბრალოდ გაიზარდეთ უკვე და ურთიერთობას უყურებთ სხვაგვარად. ნუ ეს ასეთი მოდით, რომ ახლა აქ ყურუმით ყვილა და ესეთი არკანები არ გამოვა, იმიტომ რომ ნამდვილად ადამიანი ვითარდება აქ. ყველა ვარიანტში რაღაცას პრაქტიკებს შეიძლება აკეთებთ თქვენ ახლა, შეიძლება გადეხართ რამე კურსებს, მედიტაციებს, ნუ რაღაცებს აკეთებთ თქვენ და თქვენ სხვათა შორის აქ ყურუმია, ყურუმის მიმართ თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება, მე არ გამოვრიცხავ, რომ აქ არიან ჩემი კოლეგები, ან ჩემი მოსწავლე გოგოები, ვინც თქვათ, სწავლობს ჩემთან ტაროს დაუშვოთ, ხო? იმიტომ რომ ყურუმი ყოველთვის არის მფარველი ტაროს და ამიტომ ან თქვენ ამ ადამიანის მეშვეობით თქვენში დაიწყო გახსნა რაღაცა ინტერესის რა, თუნდაც სულ მცირე იმ პრაქტიკები დავიწყე დაუშვოთ, ხო? რაღაცა დამაინტერესა, რაღაცა აი, ნუ ამ ადამიანმა ყველა ვარიანტში თქვენში გააღვიძა უფრო მეტი ინტერესი სულიერი განვითარების, ვიდრე გქონდათ. აი ეს არის უეჭველი, შემიძლია გითხრათ იმის მიუხედავად, რომ თვითონაც ნუ თქვენ ძლიერი პიროვნება ხართ, ახლა უეჭველი. ნახოთ როგორი პიროვნება ყავს ჩვენ აქ. ნუ ეს ადამიანი ნახეთ, ახლა გეუბნეთ ვიღაცა შეიძლება მართლა მანძილზე ყავთ, მაგრამ აქ როგორია, იცით, თქვენ აი ნახეთ, შეხედეთ რა ხდება აქ. აჰა. რა საინტერესო არკანები მოგცეს. აი შეხედეთ. ადამიანი აი აქ თქვენგან განსხვავებით, თქვენ ნახეთ რა არკანებში ხართ, მაღალი არკანი, აბაცაც კია, მაგრამ ნახეთ აქ ადამიანი უკვე ვითარდება, უკვე რაღაცას მიაღწია, უკვე რაღაცა გზა იცის, გაიარა რაღაც გზა. გაიგეთ? ეს ადამიანი თითქოს როგორ არის, იცით? აი გზას იკვლევებს. ასე ვთქვათ, ხო ხდებით რა? ანუ მაგისთვის ეს მე ახლა აი აქ რატომღაც ჩემთან არ მოდის ის ინფორმაცია, რომ ეს სხვადასხვა, რომ მე ვიკითხები თქვენზე, რას ფიქრობს და თქვენს
რას გრძნობს. ამიტომ მე გამოვრიცხავ, რა თქმა უნდა, რომ აქ ორი ქალი. იმიტომ რომ აქ უშუალოდ მე თქვენზე ვეკითხები. ამიტომ თქვენზე რას ფიქრობს ეს ადამიანი? რომ თქვენ ხართ, ანუ პენტაკლების დედოფალი, ქალი, რომელიც არის როგორც იცით, ანუ დიასახლესი, აი როგორ გითხრათ, იცი იმპერატრიცაც იგივე პრინციპში პენტაკლების დედოფალი. ანუ ფიქრობს, რომ თქვენ ის ქალი ხართ, რომელსაც ყველაფერი შეუძლია. აი ამ დასტაში კიდე რა მომწონს და რა მიყვარს, აი ნახეთ ეს პენტაკლების დედოფალი იზის და პენტაკლი უჭირავს ხელში და იქ არის სახე მამაკაცის. ანუ რას ფიქრობს თქვენზე, მან იცის, რომ თქვენთვის ეს ადამიანი ძვირფასია. რომ მან აი აქ ძალიან კარგად იცის, რომ თქვენ ხართ მაგისი ერთგული. გაიგეთ რა ხდება? რომ მისთვის ერთგული ხართ. ეს ფიქრობს საერთოდ აი კიდე რა იქნება. წინსვლაზე ფიქრობს, გაიგეთ? ანუ ესეთ გზაზე, მაგრამ აქ კიდე როგორი თემა არის. ეს ადამიანი არის, აი ზოგჯერ რა ცუდია რომ არ მყოფნის ქართული სიტყვები. აი становление, აი როცა ადამიანი დგება, ანუ როცა მწიფდება, გაიგეთ? ანუ მაგრამ აი აქ როგორი ენერგია იგრძნობა, იცით? მე როგორც პატარა ბავშვი რო არის, ხო ხდებით რომ აი დგება და ანუ აი ნახეთ ბავშვი რო გაიზრდება და უკვე თავის გზაზე რო ადგება, მაგრამ იცის რომ მაგას ყავს თქვა დედა, რომელსაც უყვარს ეს ბავშვი ძალიან და მაინც ქვეცნობიერად ყველანაირად მაგას დაეხმარება. აი არ ვიცი, ეგეთი ენერგია მოდის, შეიძლება თქვენი პარტნიორი თქვენზე უნცროსია და მაგიტომ მოდის ეგეთი ენერგია, მაგრამ მზრუნველი ხართ, საქმიანი ხართ, რა თქვენზე რას ფიქრობს, რომ აი ძალიან ისეთი ადამიანი ხართ, იმიტომ რომ ნახეთ, თქვენ, ну აქ არ გამოვრიცხავ სხვათა შორის სხვაობას, იმიტომ რომ თქვენ უფრო ფიქრობთ რაზე, იცით რა? საერთოდ აი თასების მეფე ბოდიშეთ ახლა რა ქვია, რაინდი არის, ну კლასიკაში ჩვენ სხვანაირად ვკითხულობთ და ეს არის ახლა უკვე არაყოლში სხვანაირად ვკითხულობთ, რა თქმა უნდა, ახლა და აქ არის შეიძლება თქვენ მაგაზე ფიქრობთ, რომ ზოგჯერ ეს ადამიანი ტყვილა ხარჯავს დროს. ვთქვათ, მეგობრებში, დალებებში, გართობებში, შეიძლება გაქვთ თქვენ ეგეთი რაღაც. ან კიდე აქ შემიძლია თქვა, რომ აქ ცოტა თასების რაინდი, აი აქ საერთოდ რა, ეგეთი ტიპაჟი არ არის სერიოზული, მოდით ასე ვთქვათ რა. ანუ უფრო даже აქ რო იყოს ახლა პენტაკლების რაინდი, უფრო ვეთყოდი რომ რაღაცას, ну, ეს ახლა თბილი ბიჭი არის დაუშვათ, ну, მოსიყვარული ბიჭი შეიძლება ახლა, ანუ გული აქვს თბილი დაუშვათ, ხო, თუ სიტყვაზე. იმიტომ რომ მაგრამ ნახეთ ახლა ამას უყვარ ხართ თქვენ, უყვარ ხართ, აქ სიყვარულზე გამოვიდა თასების დედოფალი. ანუ მე მაგას ვაფასებ, მიყვარს. მაგრამ აი აქ დავაკვირდეთ, ქვეცნობიერში მარტო არის ეს ადამიანი, ნახეთ. მაგრამ რატო იცით? იმიტომ რომ მაგას უნდა რომ იყოს თქვენთვის, თქვენს ურთიერთობაში, უნდა რომ იყოს ისეთი, ანუ არა თასების რაინდი, ხო? უნდა რომ იყოს აი იმენა ისეთი კაცი, რომელსაც შეუძლია აიღოს პასუხისმგებლობა თქვენზე, ურთიერთობაზე. მნიშვნელოვანი მინდა რომ ვიყო მე მაგისთვის, გაიგეთ? და პრინციპში ქვეცნობიერში ეს ნახეთ როგორი მომენტი არის. ეხლა აქ არ არის განდაგელი მარტო, აქ ცოტა სხვანაირი სიტუაცია არის, ხო ხდებით? მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, აი ამ სიტუაციაში ეს ადამიანი ძალიან კარგად ხვდება, აი ნახეთ როგორი ინფორმაცია მოდის, რომ თქვენ ხართ მისი ერთადერთი ერთგული მეგობარი. აი როგორც გინდა ისე თქვით რა, აი ესეთი ინფორმაცია მომდის. რო გრძნობს ქვეცნობიერად და პლუს კიდე თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელსაც აი აქვს ცოდნა, რომელიც მას დაეხმარება, რომ დადგეს აი ეგეთი იმპერატორი. არ ვიცი, რაც მომდის, იმას გეუბნებით რა. так, ნახოთ ახლა თქვენ შორის რა ხდება ახლა. ну, აი ნახეთ რა მშვენიერი სიტუაცია ახლა აქ ვერ გეტყვით, რომ ცუდი სიტუაცია ნამდვილად
თუ თქვენ ახლა ერთმანეთი დახოცეთ, არ არის ეს თქვენი პოზიცია ნამდვილად, იმიტომ რომ მე შემიძლია ვთქვა, რომ აქ არის ნამდვილად რაღაც ახალი ეტაპი იწყება თქვენს ურთიერთობაში. აქ არის ნახეთ როგორი საინტერესო სიტუაცია. თქვენ რაღაცა პერიოდი გაიარეთ, სხვათა შორის ერთად რაღაცა პერიოდი გაქვთ გამოვლილი. და ეხლა აი აქ ნახეთ როგორი მომენტი არის. ორივე კარგად თქვენებურად გრძნობთ თავს კარგად ამ ურთიერთობაში. ორივესთვის არის ეს ურთიერთობა ძვირფასი. და ორივე მზად ხართ თქვენ იმისათვის, რომ რაღაცა გააკეთოთ ამ ურთიერთობისთვის. იმიტომ რომ ის მომენტი, აი ეხლა როგორც ხართ, ნამდვილად, აი რაღაცა, ანუ ბედნიერებას აქ ადგილი. გაიგეთ? აი ეს მომენტი არის. ანუ კი ცხრიანი, კი განდეგელი, კი შეიძლება ზოგჯერ, ანუ თქვენი ხარ დაკავებული საქმეებით, ეს თავისით არის დაკავებული. შეიძლება ზოგჯერ როგორ ხართ იცით, ანუ როგორ ამინდა თქვა, რომ აი ამ ურთიერთობიდან ორივე იღებთ თქვენ იმას, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია. გაიგეთ? აი ეგეთი რაღაცა არის. იმიტომ რომ პრინციპში ახლა აქ მე ვერ ვეტყვი, რომ თქვენ ახლა ანუ ოჯახი ვართ და ძალიან ისეთი აი კი, ახლა ეს ფიქრობს, რომ თქვენ ნამდვილად ახლა პენტაკლების დედოფალი, ეს ესეთი ქალი არის, რომელიც ახლა ნამდვილად მაგაზე კაიცოლი ვიღა უნდა იყოს, ხო, სიტყვაზე, მაგრამ აქ ну ვერ არ ვიცი, ეს ძალიან პატარა პროცენტი, ვისაც ვეტყოდი, რომ აქ არის თქვა ოჯახი, შეიძლება თქვა, საყვარელი ჩემი საყვარელი ცოლი არის ეს შედეგი. კიდე ერთი მომენტი არის, შეიძლება ვინმესთვის იყოს, როგორი თემა იცით, რომ ამან დაფიქრდა, რომ მე მინდა, რომ თქვა, უკვე მიყვარს ეს ქალი და გადარჩევანი გავაკეთე იმაზე, რომ იმიტომ რომ აქ შეიძლება თქვენ დაუშვათ, ხა ნუ საჯარო გაშლა, მოდის ინფორმაცია. სხვისთვის შეიძლება ფიქრობს, რომ ეს ქალი მე აი თქვა ავირჩიე, იმიტომ რომ ყველაზე ბევრის თქვა შეიძლება კანდიდატები ქონდა ან ვიღა ან ურთიერთობები შეიძლება ქონდა ამ ადამიანს, მაგრამ არჩევანი თქვენზე გააკეთა დაუშვათ. ეს მომენტი შეიძლება იყოს და ამიტომ შეიძლება ფიქრობს, რომ აი დაუშვათ ახალ წელს მე ნამდვილად თქვა ვეტყვი მაგას, რომ გამომყევით ცოლად. არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ უკვე მარტო აღარ მინდა, მე მინდა რომ ჩვენ უკვე ეს ქალი მიყვარს, როგორც ცოლი მაწყობს და უკვე მინდა რომ ჩვენ ეს გზა ერთად გავიაროთ. მარტო აღარ მინდა, უკვე მინდა მისი ქმარი გავხდეთ. აქ იმიტომ შეიძლება იყოს და დაძაბული სიტუაცია თქვენ იძავებით, იმიტომ რომ თქვენთვის ახლა აქ ნუ არ იცით თქვენ დაუშვათ რა უნდა მაგას ჩემთან თქვა სიტყვაზე. კი, კარგად ვგრძნობ თავს, კი ყველაფერი, მაგრამ მე არ ვიცი, მე ახლა თქვა სიტყვაზე საყვარლის როლში არ მინდა ვიყო, თქვა, ნუ იდუმალი ქალის როლში არ მინდა ვიყო. მაგრამ ამავე დროს ახლა შეიძლება აი ესეთი სიტუაციაც ვინმესთვის შეიძლება იყოს რა. ნუ დარწმუნებული ვარ, რომ იქნება რა. იმიტომ რომ ორივე ძალიან როგორი ადამიანი ხართ, შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან საკმაოდ ჭკვიანი, იმიტომ რომ თქვენს აქ ახლა ყურუმში და ეს ახლა განდეგელში, ანუ რაღაცა ეზოტერიკულები ხართ. შეიძლება თქვათ ახლა ანუ даже არ ამგონია რომ თქვენი თქვათ ახლა პარტნიორი იყოს ესეთი, რომ აი არა საერთოდ არაფერი არ დამელაპარაკო ეზოტერიკაზე შეიძლება აი ჩუმ-ჩუმად მაინც ინტერესი შეიძლება გქონდეს ამ ადამიანს, იმიტომ რომ სულ ისეთი არკანები რომ ახლა არ არსებობს რომ არა. ну აი ესეთი სიგნიფიკაცია გვაქვს დავტოვოთ ჩვენ და ვნახოთ ახლა ვკითხოთ ანუ პერსპექტივა ამ წვილს ანუ რა პერსპექტივა აქვს წლის ბოლომდე დავუშვათ ვნახოთ აბა პერსპექტივა ამ ურთიერთობის აბა მანახეთ აი მაპატიეთ პერსპექტივა ამ ურთიერთობის შინს კიდე მოდი კიდე ვარსკვლავი ნახე
ნუ იგივე არკანები შეხედეთ. იგივე არკანები. ნუ მე შემიძლია ერთი რამე გითხრათ, რომ აქ რა თქმა უნდა, ყველა ვარიანტში ურთიერთობის გაგრძელება არის. რა თქმა უნდა, იქნება ანუ ნახეთ როგორ რამდენიმე კიდე სამი მაღალი არკანი, კიდე ნახეთ ეს გზა თქვენ ძალიან კარგად ხვდებით. აი აქ რაც მე თქვენ გითხარით, რომ ეს ადამიანი არის რაღაც, ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვთქვით პერიოდი დაუშვათ ახალ წლამდე, ხო? მაგრამ მე აქ უკვე მაჩვენებენ, ვარსკვლავი ეს უკვე ხანძლივია, ეს ახლა სუმცირე არის ერთი წელი, სუმცირე, იმიტომ რომ ეს ძალიან გრძელია არის. ნუ ხო იცით რომ ვარსკვლავამდე ახლა ერთი წელიც არ გეყოფა რა. ხო და ამიტომ ახლა აქ მაჩვენებენ ეგრევე, რომ აქ კი, იმიტომ რომ კიდე რაღაცები არის გასაგები, კიდე არის რაღაცები გასავლელია, კიდე რაღაცები უნდა ისწავლოს, კიდე, იმიტომ რომ ეს ადამიანი გზას გიკვლევებს თქვენ. გაიგეთ, აი გეუბნებით, რომ აქ რაღაც აი კიდე იქნება ბევრი საინტერესო რაღაცები კიდე გელოდებათ ამ გზაზე, ჯერ რაც თქვენ არც იცით. გაიგეთ რა არის? ანუ არც იცით, ამიტომ თუ დაუშვოთ თქვენ დააპირეთ დასრულებას, ხო, ამ ურთიერთობაზე არ გამოვა ჯერ, იმიტომ რომ კიდე მაღალი ძალები გვაჩვენებენ, რომ აქ კიდე არის რაღაცა მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ даже ვეტყვი, რომ აი აქ ხო ნახეთ ახლა საერთოდ ახლა ნუ აი 10-იანი პენტაკლების რა გინდათ? всё. ხო გეუბნებით, აქ ექნება რაღაცა კიდე თქვენი გახსნა რა. აი ეს უკვე ჩემი დაკვირვების ვთქვათ გამოცდილებიდან გეუბნებით, რომ როცა ასეთი მნიშვნელოვანი პლუს კიდე არკანებიც არის, ეს პიროვნება, რომელიც შემოვედა თქვენ ცხოვრებაში, ეს ნელ-ნელა გახსნის თქვენ, იმიტომ რომ აი ეზოტერიკაში, ნებისმიერ ეზოტერიკოს კითხეთ, ნებისმიერს, ვინც არ უნდა იყოს, ახალია, ძველია, რა ვიცი მე, როდენდელია, 90% იქნებიან ადამიანის სულიერ განვითარებაში, მოდით ასე ვთქვათ, სულიერ განვითარების გზაზე დადგა აი რაღაცა ურთიერთობების თემიდან შემოდიან. რატომ? ნახეთ, იმიტომ რომ ადამიანი ყველანაირად იკვლევებს, აი თქვათ ურთიერთობას, ხო? იმიტომ ვერ ხდებით ჩვენ, რომ დაუშვათ, ეხლა ჩვენი თვალსაზრისით ვფიქრობთ, რომ მე ურთიერთობაში ყველაფერს ვაკეთებ, თქვათ, როგორც ქალი სიტყვაზე, ხო? ან ბიჭებს სხვათა შორის ბიჭებსაც ააგეგა, ისე მიხარია, რომ ბიჭები მყავს მოსწავლეები და ძალიან მიყვარს, როცა აი ბიჭები იმენა შედიან ეზოტერიკაში, იმიტომ რომ ეგენი მართლა მე აი ძალიან მაგარი ძლიერები ხდებიან და მე საკმაოდ ძლიერი მოსწავლეები მყავს ბიჭებიც და ამიტომ რომ ეს სიტუაცია იმდენად რთული არის, რომ აი მიწერ დონეზე როგორც მე ვიძახე ხოლმე, რომ გაიგო, რომ ადამიანი მე ეძებს, ვთქვათ, ფსიქოლოგებსაც მოусმინა, კი ბატონო. იმას ვიღაცა ფსიქოთერაპევტებს მოусმინა, კი ბატონო, მაგრამ არ გამოდის, გაიგეთ? არ გამოდის, რაღაცა ვერ ხსნით მაინც და ამიტომ მე უკვე შედიან ეზოტერიკაში და იმიტომ რომ სულის დონეზე უფრო ადვილია ახსნა ყველაფრის, ნუ ჩემთვის მაგალითად, არ ვიცი, შეიძლება სხვებისთვის უფრო სხვანაირად ადვილია და უფრო გასაგები ყველაფერი ხდება. გაიგეთ? კი, არავინ არ გეუბნება თქვენ, რომ დაუშვათ, კი, დავინახეთ, რომ აქ ახლა არის ვიღაცა, თქვათ, შეიძლება მანიპულატორი, საზიზღრობა, თქვათ, ვიღაცა ქცემს, ტყეპავს და რაღაცა, მაგრამ და შენ უნდა აიტანო, იმიტომ რომ სიტყვაზე ეს ადამიანი ახლა შენ განვითარება, მაგრამ ეგაც განვითარებისთვის, იმიტომ რომ შენ ახლა გასწავლეს ახლა სხვათა შორის ამ შემთხვევაშიც, გასწავლეს შენი თვით შეფასებას და თავმოყარეობას, აქაც ბევრ რაღაცას გასწავლეს რა. იქნების ხორფის როლში თუ გამოხვალ ბოლოს და რაღაცას დაიწყებ და სხვათა შორის რამდენიც გინდა გამოსვლა ეგეთი მდგომარეობიდან და მე იმხელა წინსვლა გქონია და იმხელა აი ამ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რომ რა ვიცი, რა გითხრათ რა. ისიც კი, ცუდი ნუ არ არის კაი მაგალითი, მაგრამ ესეც სხვათა შორის თქვენ დასახმარებლად მოვიდა აი ეგეთი სადისტიც რა, თუნდაც რომ ბოლოს და ბოლოს გამოფხიზლდი და შენი თავი მოიპოვო და შენი გზა და გამოიღვიძა. ხო და
Так, всё, წავედი სადღაც მიიქით. ნუ ახლა აღნახა და ამიტომ ახლა ეს გეუბნებით, რომ ეს ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის. აიგეთ? იმიტომ რომ თქვენ ეს ადამიანი კიდე უფრო მეტ წინსვლას მოგიტანთ. თქვენ უფრო განვითარდებით და უფრო წინ წახვალთ. გაიგეთ რა ხდება? აქ ფინანსური მდგომარეობაც თქვენი გაუმჯობესდება. და ასე შემდეგ. ნუ ეხლა ეს რა თქმა უნდა ჩვენ საჯარო გაშლა გვაქვს და ჩვენ ლაპარაკობთ ეხლა ენერგიებით, თქვენ ეხლა ეს თქვენი სიტუაციები არის აქ, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ პრინციპი პერსპექტივა არის ძალიან საკმაოდ კარგი. აქ ეხლა შეიძლება თუ დაუშვათ მანძილზე არის თქვენი პიროვნება დაუშვათ მოულოდნელად ვაფშეტე ჩამოვიდეს საჩუქრებით, ეგაც არ არის გამორიცხული. შეიძლება სრულიად მოულოდნელად აი დაიმიჯერეთ, ან ისეთი საჩუქარი გაჩუქებთ, რომ არც ელოდებით ვიღაცისთვის, არ არის რა თქმა უნდა ყველასთვის, შეიძლება даже მანქანასაც მოგართმევს. ნუ ეს ახლა ძალიან ცოტას და შეიძლება კიდევ ნახეთ დაპატიჟებს სადმე სამოგზაუროთაც შეიძლება ვინმეს დაპატიჟება იყოს თქვათ გეტყვის რომ აი დაუშვათ მოდი სადმე წავედეთ შეიძლება თქვათ ქალაქ გარეთ ან სადმე ბუნებაზე ან სადმე შეიძლება გითხრეს რომ აი მოდი თქვათ ბაკურიანში ან სადღაც რა გუდაურში რა ვიცი სადაც ადგილზე წავედეთ და იქ ერთად თქვათ გავატაროთ ეს დრო არის ნუ ეხლა ძალიან უკვე და ჩამოვიდეთ რა იმაზე მიწერ დონეზე შეიძლება ეგეთი მომენტებიც იყოს სადღაც აი სრულიად მოულოდნელად რომ თქვენ არც ელოდებით შეიძლება ეგეთი შემოთავაზება გქონდეთ თქვენ და იმიტომ რომ აქ ნახეთ ახლა პლუს კიდე ნუ სრულიად სხვათა შორის მოულოდნელად აი ესაც რო გითხარით აქ ცოლობასაც ვიღაცა შეიძლება სთხოვს ნამდვილად არ გამოვრიცხავ და აუშვათ ახლა გადაგპატიჟებს თქვა სამოდი სადღაც წავედეთ და იქ შეიძლება ხელი გთხოვოს ეგაც არ არის გამორიცხული სხვათა შორის და შემიძლია კიდევაც თქვა რომ ზოგს ახლა ანუ აქ რაღაცა მოულოდნელი შეიძლება მოხდეს გაიგეთ ანუ რასაც თქვენ არ ელოდებით ეს არის არაყოფილი და ამიტომ ცოტა კიდე სხვანაირად იკითხება მაგრამ ის რომ თქვენ რაღაცა აი ძალიან მნიშვნელოვანი ხართ მაგ ადამიანისთვის მე შემიძლია გითხრათ ეს ადამიანი უეჭველი აღიარებს და აქ უფრო კიდე მეტი წინსვლა გელოდებათ ამ ადამიანთან. ამიტომ აქ ჩვენ ვეკითხებოდეთ ახალ წლამდე, მაგრამ მე აქ მაჩვენებია ახალ წლამდე კი არა, ეს ერთი წელი სულ მცირე ვიღაცას კიდე უფრო მეტი ხანი ექნება ეს ურთიერთობა. აი ასე იყო შემოლამაზებით დღევანდელი გაშლა. იმედია რომ ცოტათი მაინც დაგეხმარეთ. გაკოცეთ და გისურვებთ როგორც ყოველთვის ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგ და ჯანმრთელობას.